თქვენ თქვენ ხართ ხო მამუკა? შემოგზანდი რა ხსახში. თუჩაბი მოვდა მითივა. მე ბარტო არ გამომიშვეს რა. ერთი წუთი ძალიან გთხოვთ რა. თუ შეიძლება გამობძანდი და დაგველაპარაკო. აჩალე მოდით აქ. მობუგა. ავიდა ხო გითხარი? მე ხა არ ვიცი დაპატიმრება უნდა თუ არა, მაგრამ დაშინების პოლიტიკა რო იყო ფაქტია. ჩვენ ერთად ვიმყოფებოდით, როცა ოჯახიდან როდესაც ოჯახიდან დაუწყეს რეკვა, რომ გაუნძიებელი, ხო? რომ გაუნძიებელი ელოდე ყოველ შემთხვევაში ასე წარმოადგინა თავის სახე. ორნი იყვნენ, არა? და ელოდებოდნენ, ჩვენ მარტო არ გამოუშვით და გადავწყვიტეთ გაგვერკვია საქმე. მოვედით და არც დაგველაპარაკეს, მიაბრუნა მანქანა ჩვენ რო დაგვინახა და გაიქცა ფაქტიურად. აი, გრძელდება ეს დაშინების პოლიტიკა. ბატონო? ჭხრეკარ ისვის რა იყო რამე დანაშაული, ხომ უნდა გვითხრა? არ ჭხრეკარ ჩატარებულა ელოდებოდნენ ამას, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით როგორ მუშაობენ ესენი. როგორც კი ჩვენ დაგვინახეს, კამერა დაინახეს, მიატრიალეს მანქანა და წავიდეთ. თქვენ ხო დააფიქსირეთ მანქანის ნომერი. ჯერ ერთი რა უზრდელობაა. რომ მოვედით, მანქანიდან უნდა გადმოვიდეს და დაგველაპარაკოს, ხო? ჩვენი გუნდის წევრია. ჩვენ გუნდის წევრს იმიტომ ვეძახით, რომ ჩვენი მხარდაჭერია სახალხო კრების და ყველა ადამიანს აქვს უფლება მოიქცეს იცი, თუ კრიმინალურ რაღაცას არ ატარებს. ამიტომ გაუგებარია უბრალოდ სამწუხაროდ აი ასეთ სახელმწიფოში მცხოვრობ დღეს და ეს დაშინების პოლიტიკას, ამ დაშინებას, ამ მალე გადალახავს ჩვენი ხალხი რა. დღეს ჩვენ გვაქვს გასვლითი შეხვედრა სახალხო კრების წარმომადგენლების სამეგრელოს რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრა. ეხლა ვიდრე შემოვიდოდით, ჩვენთან მოვიდნენ დევნილები, რომლებიც აი ქუჩის მეორე მხარეს ცხოვრობენ, უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში და გულის ტკივილით გვითხრეს, რომ ამ ხელისუფლებისთვის ისინი არიან შევარდნაძის პერიოდის დევნილები და საერთოდ არანაირი ყურადღება მათ მიმართ არ არის და არის შიში და ტერორი. დღეს სამეგრელოში პრაქტიკულად ვერ მოძრაობდა ვერც ერთი მანქანა, სადაც 4 ადამიანი იჯდა იმის შიშით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ მოსულიყო ამ შეხვედრაზე. პოლიცია აჩერებდა ყველა მანქანას, სადაც 3 და 4 ადამიანი იჯდა. ამის და მიუხედავად ადამიანებს აქვთ მართლაც შინაგანი ძალა რომ გადალახონ ეს შიში, ამის და მიუხედავად მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელოს დიდი წარმომადგენლობა ჩამოვა 25 ნოემბერს დიდ სახალხო კრებაზე. სხვა ქვეყანაში პასუხს მოთხოვდნენ ამისათვის ქვეყნის პრეზიდენტს. როცა ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, იქ არ შეიძლება ადამიანი დაცული იყოს. დღეს ხო ხედავთ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც სამეგრელოში ხდება, როგორც დაშინების პოლიტიკა და როგორ გითხრათ, საერთოდ ეს მთლიანად მარტო სამეგრელოს კი არ ეხება, საქართველოს ეხება, მაგრამ აი ეს გაჭედილი დარბაზი რაღაცას ნიშნავს. იცით, არ შეიძლება იმ სოციალურმა ფონდმა, იმ სხვა ფონდმა, რაც სულიერება ქვია და იმ ტერორმა, რომელსაც ხელისუფლება უწყობს თავის ხალხს, ბოლოს და ბოლოს არ გამოაცოცხოს ადამიანები. სამეგრელო არის ხერხემალი ქართული ეროვნული სულისა და ეს ამ ხერხემალზე აღმოსდილია თანამედროვე ქართველი კაცის ღირებულება. დროა რომ მართლა აღსგეს ხალხი და უთხრას ამ უნამუსოებს სასირცხვილო მთავრობა ქვია თუ რა ვიცი რა ქვია, რომ დროზე წავიდნენ და მე მიყვარს ეს სიტყვა აბა ართო, აბა ერთად, აბა ართო ჯიმალები. გუვალებმა. ამათ გუნდას ვერ ნახავ. სააკაშვილის უყვარს მხოლოდ მონა, ის ვერ იტანს, თქვათ ვერ არის ახალაიები, იმიტომ რომ მონები არიან მისი. ლაბარაკია იმ ერთ ოჯახზე და არა თელს გვარზე, მონები არიან მისი. აი ვინც მონა ის უყვარს
დღეს არ გამიჭირდება მე ამ გვარის და ბევრი სხვა გვარის დასახელება აქ. მე ძალიან მინდა რომ ამ რიგებში არ ვიხილოთ ჩემთვის საყვარელი პიროვნება ბატონი თოდუა. იმიტომ რომ ის ძალიან კარგად მე მგონია ხვდება რა სიტუაცია და რა ხდება დღეს ქვეყანაში და არ გვაპატიებს ჩვენ მომავალი ასეთ დროს ის ნაბიჯი არ გადავდგათ, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ეს არის ის კუთხე, რომელსაც აქვს ქვეყნის ერთიანობის გასაღები და ეს არის ის კედელი, რომელიც უნდა იდგეს ერთიანობის სადარაჯოზე ყოველთვის. ამ პასუხისგებლობასთან ერთად არის მოვალეობაც. მოვალეობა, რომელიც სამეგრელოს ააზრებინებს ამ პასუხისგებლობას და მე ეს ვიგრძენი ბოლო წლების განმავლობაში. თქვენ იცით, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ უკვე ზედისეთ მესამედ ვიკრიბავთ ძალას და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც წმინდა სამება, აი ჩვენი ბრძოლის მესამე ეტაპზე ეს იქნება ის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. ქუთაისის ხალხის ჩადენილი დანაშაულებისათვის და ასევე სამხედრო დანაშაულებისათვის. სამი ქალბატონი, ჩემი კუთხის ქალბატონები, სამივე დაპატიმრებული ყავთ, თვითონაც არიციან რაზე. და ამ სიტყვას ვიხმართ, პლენში ხავთ. ამ მთავრობამ რა გააკეთა? მესტიის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი, შესანიშნავი ქალბატონი, შესანიშნავი დედა მზელინარ ჯაფარიძე დააპატიმრა, ბორკილები დაადო და დაატუსაღა. პედაგოგი დააპატიმრა და ჩამოგვიყვანეს პედაგოგები. ხოდა ჩვენ გონს თუ არ მოვეგეთ ქართველები, ეს პედაგოგები აბსოლუტურად ყველაფერს მოგვაჭამენ. მე ვიცი რას ნიშნავს თითოეული თქვენგანის მოსვლა დღეს აქ ზუგდიდის ცენტრში, ცენტრში არა, ხა ცენტრში მიგვაღირსებდა შენობას, მაგრამ ზუგდიდში, სადაც შიში და ტერორია გამეფებული. მაგრამ ყველამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მართლაც დღეს აქ ეკამ თქვა კოლექტიური გმირობაც და თითოეულმა თქვენგანმა ცალ-ცალკეც გმირობა ჩაიდინეთ, იმიტომ რომ თქვენ დღეს გამოაცალეთ თითო აგური თქვენი მოსვლით იმ შიშის კედელს, რომელსაც სააკაშვილი აშენებს და აქ ანხორციელებს ამას ახალაია და რამდენიმე გვარის წარმომადგენელი. აი ეს შიშია, რაზეც დღემდე დგას საქართველოს ხელისუფლება. და თუ თითოეული ჩვენგანი აი თითო აგურს ამ შიშის კედელს გამოვაცლით, გარწმუნებთ, ერთი ტყვია არ გავარდება და ღმერთმა დაგვიფაროს რომ გავარდეს. ერთი წვეთი სისხლი არ დაიღვრება. ისე გაიქცევა კუდამოძუებული ეს ხელისუფლება, როცა თქვენ ერთობას დაინახავს, როგორც აქ გარბოდა სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე.